მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. Ამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ GeoTV-ზე სანაკრებო ვლოგები ბრუნდება. ვიმყოფებით ერევანში ცენტრალურ მოედანზე. რამდენიმე საათში კი გადავინაცვლებთ ვარდენ სარქსიანის სტადიონზე, სადაც დაიწყება კავკასიური დერბი, ერთა ლიგის პლეი-ოფი სომხეთის საქართველოს წინააღმდეგ. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურვას, ვთქვათ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი სომხეთის საქართველოს GeoTV-ის YouTube არხზე. წავედი. გადავდივართ მეგობრებო, გადავდივართ ეს მოედანზე, სადაც 2-6 საათიდან იწყება გულშემატკივრის ცვლილება და ისიც ვიცი, რომ დღეს ძალიან ბევრი ვიქნებით, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ოფიციალურად 2000 ბილეთი ეკუთვნის ქართულ მხარეს და ამის გარდა კიდე შავი გზებით ხედავი ქართული დროშებით შემკობილ ავტობუსებს და ამ ნახოთ 9 საათში უნდა დაიწყოს ცვლილება. ფიქრობ ეს იქნება კვიპროსში, რომ ქართველები უფრო მეტნი იყვნენ, ეგრე თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო გასვლა საქართველოს ნაკრების ისტორიაში გულშემატკივრების, რა თქმა უნდა, ართული ევროპის ჩემპიონატს. ხმალე იქ თქვენ კადრებსაც განახებთ. განწყობა, როგორ თამაშელოდები და რას შეიძლება ქართული ფორმა დასწრებოდეს შემატკივრას. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ვართ, მაგრამ მარტო ხომაგები, ასევე უბრალოდ ქართველი ხალხი და ველოდები, რომ ანუ ტრიბუნაზე ვაჯობებთ უეჭველი რა სომხებს და დარჩენი მოედანზე უკვე ბიჭებზეა, მიუხედავად იმისა, რომ კვარა და კაში არ ყავს, მაინც მოველი, რომ ბიჭები ბევრ გოლს გაუტანენ რა. პირველი გასული თამაშია შენთვის თუ ხარ? უცხოეთში კი პირველი გასული თამაშია. აი მაინც სომხეთთან თამაშია, თუმცა რაღაც განსაკუთრებულად შეიძლება ჩვენი გულშემატკივარი მობილიზებული იყოს ამ თამაშისთვის. მეზობლური დაპირისპირებაა და მეზობლური დაპირისპირება ერთი თან ახლოს არის, უფრო მარტივია მოსვლა ამ შემდეგ და ანუ ბევრი ფაქტორია, რაც გვიადვილებს იმას, რომ ბევრი ქართველი ვიყოთ ამ თამაშზე. მართლა ერთი კარგი ლამაზი საღამო შეგვიძლია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩავწეროთ. ერევანში არ მოგიგია დიდი ხანი, ამიტომ დროა რომ გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად წინ ჩადგებიან ჩემი ბიჭები, გამოყევით უკან გვერდებზე ყველანი ყურადღებით, მაქსიმალურად დავყევით ჩვენ სიმღერებზე, ჩვენ შესაძლებლებზე და გამარჯვება აუცილებლად იქნება. საქართველოს გაუვა! მიუხედავად იმისა, რომ ალბათ პოლონეთში უფრო ბევრი ვიყავით, შეიძლება რაოდენობრივად, იმიტომ რომ სტადიონიც დიდი იყო და შეგვეძლო მეტი ჩავსულიყავით. დღეს ვფიქრობ, ხარისხი ბევრად უფრო მაგარი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ნაღდი გულშემატკივრები არიან ჩამოსული რა. დღევანდელ თამაშზე ცოტა გაგვიჭირდა ჩამოსვლა საზღვარზე 3 საათზე მეტხანს გავჩერდით, იმიტომ რომ ბევრი ქართველი მოდიოდა და ამით იყო განპირობებული. ხედავთ ჩემ უკან ალბათ რაც ხდება და უარესი იქნება სტადიონზე და
დღევანდელი ამ ბიჭების ეს ატმოსფერო აუცილებლად გამარჯვებას მოიტანს. რას თქმა ამ ყველაფერს მეზობლური და პისპერაც ხო არა აწესო დიდ ელფერს. რა თქმა უნდა, კავკასიური დერბია, ასე თქვა და ყოველთვის მეზობლების მიმართ უფრო მეტი გვაქვს მოგების სურვილი. არ ვიცი ეს მხოლოდ მოედანზე დარჩება იმედია, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ რა. მიყევით ამ ადამიანების გულისცემას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. Come on man! ქართულ ბაიკერთა გაერთიანება? ენაცვალეთ თქვენ ბიჭებო. სტადიონზე შემოვედით, ნახეთ რა ხდებოდა გარეთ. ამბები დაატრიალა ქართულმა გულშემატკივარმა, რასაც ბოლო პერიოდში მიგვაჩვიეს. ძალიან ბევრი ქართველი იქნება იმის გარდა, რომ იქ არის ქართულთა სექტორის სხვადასხვა ადგილების ქართული საქართველოს დროშების გულშემატკივარი უკვე და უკვე კადრშიც ნახეთ, შეამჩნიეთ, რომ სპეციალური საქართველოს საგულშემატკივრო დროშები დახვდებათ. გულშემატკივრებს ალბათ როცა გამოვა ჩვენი ნაკრებში დააფრიალონ და ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება ეს ყველაფერი. გუნდები სადღაც 20 წუთში უკვე მოვლენ და მივდივართ ამ მატჩის დასაწყისისკენ. დაიდო შემადგენლობები და როგორც ვილის სანიოლი პრესკონფერენციაზე მინიშნებებს გვაძლევდა 3-5-2-დან საქართველოს ნაკრები უბრუნდება 4-3-3 ფორმაციას. თავისი სიუწევით კვეკვე დაბრუნა ნახევარდაცვაში, შუაში იქნება კოჩორასთან და კიტესთან ერთად, ასევე პირველად სასტარტო შემადგენლობიდან საბა გოგლიჩიძე, წყვილში ლუკა ლოჩოშვილი, წინ ზუკა ჟორჟი ჩაკო, ველოდებით რეაქტიულ შეტევებს ჩვენი ბიჭებისგან. საოცრება ხდება ხამდე განახოთ. ნახეთ რამდენი ვართ და ეს შესავსებია ულამაზესი და რა თქმა უნდა ფანები აქაც არიან, აქ მხარესაც, მოკლედ ძალიან ბევრი ვართ და დარწმუნდა თამაშის დროს ძალიან მაგრად გაისმის და გაისმება ჩვენი ხმა. Number 4, Luka Lochoshvili. Amar Ning, number 5, Saba Goglichidze. Amar Vets, number 6, Georgi Kochorashvili. Amar Inna, number 9, Zuliko Davitashvili. Amar Tassa, number 10, Georgi Chakvetadze.
ძალიან აქტიურ ტემპში დაიწყო თამაში, იყო სომხების შეტევას და კიტემ მაგრად დააფარა. ერთ-ერთზე გავიდა ჩაკვე, მეხუთე წუთზე ნახეთ კაცი, თუმცა სომხების ცოლებმა კარგად ითამაშეს, ვარძეც გადაამოწმეს მომენტი, თუმცა საჯი არ მივიდა მომენტის გადასამოწმებლად, არ იქნება პენალტიო. თამაში გრძელდება. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩვენი თამაში ჩვენი პირველი ნომრობით შედგებოდა და 20 წუთისთვის ესეც არის. ჯერ კუთხურიდან შევქმნით მორიგის შანსი. ლოჩოშვილის დარტყმული იყო არაზუსტი. სომხები აგებენ თამაშს კონჩეტევებზე. უმატებს და უმატებს საქართველოს ნაკრები შეტევის სიძლიერის დონეს 28 წუთისთვის. საკმაოდ ბევრი მომენტი დაგვიგროვდა. კარგი იქნებოდა ერთი გოლი რო გაგვეტანა. ჩაკვეს დარტყმული მეკარემ აიღო, ნახეთ კადრში, შემდეგ კოჩორამ ჭკვიანური პასი გააკეთა, ვიღაცასო ჩაეკეტა, ცოტა დარტყმა, ცოტა პასი. მედია დროთა გასვლის შემდეგ უფრო და უფრო მეტი მომენტი გვაქვს, თუმცა უნდა ეთქვას, რომ სომეხი მცველები შეცდომებს უშვებენ თავიანთ ნახევარზე და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია. ჩვენი ნაკრების გამარჯვებას ველოდი, თუმცა ეხა ამ წამს რაც ხდება მოედანზე, ამას ნამდვილად არ ველოდი. 5 წუთიან ინტერვალში ჯერ გიორგი ქოჩორაშვილს, შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანეს გოლები. მე-40 წუთი 19 წუთისთვის 2-0-ს ვიგებთ უკომფორტულესი ანგარიშით. მარტო მომარდანიც ასისტი, მამარდაშვილის ასისტი მიქაუტაძეზე. ვაუ. გავიცხებ. წინ სომხებში ვზივარ და თქვათ ბოლომდე ისე როგორც ვიცი ხოლმე ვერ გამოვხატო პატივისცემის გამო. თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმი დასრულებულია 2-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ესეთ პირველ ტაიმს არ მოვლოდ, იმიტომ რომ თვლი რომ საკმაოდ ჯობი ვარ მეტოქეს. შეიძლება ანგარიში უფრო მეტიც უნდა იყოს, ვიდრე ეს არის 2-0. ძალიან ბევრი მომენტი მქონდა და ვფიქრობ კიდე გავა მეტოქის კარში გოლები მეორე ტაიმში. შესანიშნავი პირველ ტაიმის შესანიშნავი ფანობა ჩვენი მხრიდან. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთი, მადლობა მათ დაჭერისთვის. ახლა კი წამოდით და მგონი მეორე ტაიმი უფრო საინტერესო ველოდება. აიწყო მეორე ტაიმი, აბა ჩვენ ვიცით. მე მგონი სომხებს არ ასწრება დისკვალიფიკაცია კიდე ერთხელ ის როლეს ასაფეთქებელი სტადიონზე, რის გამოც ემუქრებოდა დისკვალიფიკაცია, კიდე ისვიან არ ჩერდებიან. Bravo Chaco, bravo João! როგორც ვივარაუდე, რომ ეს არ იქნებოდა ბოლო გოლები პირველ ტაიმში მატჩის 59 წუთზე ჟორჟ მიქაუტაძის დუბლი. თუმცა ამ გოლში ყველამ დავარესპექტოთ გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასიც არიელ კარში ჟორჟ დუბლი.
და ცვლილებები მზადდება, მექვაბა, წიტა, ბუდუ. შვენიერი. აუც მოვიგეთ ეს თამაში რა უნდა მოხდეს სასწაული. თუმცა წინ დროა, კიდევ შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. Ռասպանի ավարտանի կազմում Գյորգի Չակվետաձեին համար 10, Օրթար Բիտեիշվիլիին համար 17, Ժորժ Նիկաուտաձեին համար 22, փոխարիններ Անզոր Նեկտաբիշվիլին համար 7, Բուդու Զիգզիվաձեն համար 8 եւ Գյորգի ხეთ რამდენი ვარ თქვენ გენაცვალეთ ქართველებო Դաշչետ քրես տակավելու ատվիլեց է, մատներ թանաշ ռոբլովիստից։ Аза, გილოცო. კომენტარი? დაბრუნება ნაკრებში სათამაშო დრო მეტი მიიღეს სასტარტო შემადგენლობაში, რამდენად ყოფილი ხარ შენი პერფორმანსით? ანუ ელოდი თუ არა ესეთ გამარჯვებას პირველივე თამაში. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ნაკრებში დაბრუნება. დიდი ხნის წინ მქონდა ასე თქვა თამაში ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა მომენატრა. ესეც სასიხარულოა, რა ისე დამაჯერებულად მოვიგეთ 3-0. სახში გახარებულები ჩავდივართ, დაწმარებულები ჩავალთ და შევეცდებით, რომ იგივე გამიმეოროთ საქართველოშიც. ახლა ანუ ისე ტაქტიკაზე დაბრუნდით, რა განსხვავებული თამაში აქ კომფორტული იყო შენთვის? ფიქრობ, რომ არ იყო დიდად განსხვავებული, მქონდა რამოდენიმეჯერ ეგეთი ტაქტიკა გამოცდილი. ჩვეულებრივ მივიღეთ დამაჯერებლად გავიმოჭით რა სამ. შემადგენლობაც საოცარი იყო, ბევრი შემადგენლობა. თქვენი საქართველოში ვზრუნდით. კი, ანუ ჩვეულებრივ მეგონა რომ საქართველოში ვიყავი, ძალიან გამიხარდა, ესეთი დიდ ემოციას ვცნობდი თამაშის წინ და რა თქმა უნდა დაგვეხმარა და შედეგიც დაიდო სახელზე. ჩავარდ. უგეჩინია, ო. იგოცო, დებიუტი სასწავლო შემადგენლობიდან ძალიან სოლიდური თამაში, რამდენ ყოფილი ხარ ჩემი თავით და რა სკოძნობ სადებიუტო თამაში შემოთ. კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რა კმაყოფილი ვარ გუნდით, ძალიან მეხმარებოდნენ, ძალიან გვერდში მიდგნენ. შემიწვეს ხოლმე მათი დამსახურება ჩემი კარგი თამაში, მაგრამ არაფერი არ დამთავრებულა. მეორე თამაშია წინ, უნდა გადავერთოთ შემდეგ თამაშზე.
და მადლობა ბიჭებს, მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და იმედია ესე გავაგრძელებთ რა. ბედნიერი ვარ, შალდრო შევინახეთ კარი და ბედნიერი ვარ დამაჯერებელი გამარჯვებით. გილოცავ. ძალიან შეიძლება ითქვას რომ ორ მატჩიდან დაპირისპირება უდიდესი ალბათობით პირველი თამაში გადაწყდა. ელოდებოდი თუ არა ესეც სცენარს? ხო, არ ველოდე მარტივად მოვიგეთ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით. ბევრი სისტემები დაუშვეს მოწინააღმდეგე გუნდმა და კარგი თამაში გამოვიდა ჩვენთვის. დავნოკეთ აგრე დავაფინიშოთ. რამდენჯერ აპირებ შენი საგულებას სურებას თამაშს? არ მიყურებია ინტერნეტი არ იჭერდა აქ და ნახავ ეხლა რა ავადატობაში. Brut, აი ისეთ პოსტებს აკეთები განწყობილების თამაში, მე თვითონ ცოტა ხასიათობდი, ავი რომ მე ერთი თამაში ვერ გამხდის ცუდმეგარე. ერთი კი არა, შეიძლება ანუ შენ კარგი მოხდა, ვერაფერი ვერ გაგხდის, ანუ სხვანაირ მეკარეს კარგი მეკარი ხარ. აი დღევანდელი კლინშიტით და გადარესტარტებაში სანაკრებო თამაშები ხო დაიხმარება თუ არა? ხო, ანუ მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, ბევრი ფაქტორია ჩემს გარდა. რა თქმა უნდა, რთული მომენტები არის ყველაფერ ურთეს კარიერაში და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ რა თქმა უნდა გადავლახავ ჩემ დასაბედნიერო ძლიერი მენტალობის ვარ და გადავლახავ ყველაფერს და უფრო ძლიერი და ძლიერი ვიქნები ყოველი შემდეგი დღე და კვირა. იო, რაპუშა შეიძლება გულდევდა შეიძლება გუშტას. მე ჩავალ ყოველ დღე სავარჯიშოდ, ყოველ დღე ჩემი თავის დასამტკიცებლად ლივერპულში და არ ვიცი რას გადაწყვეტავ მე არ ვწყვეტავ ვინ თამაშობს და ვინა. აი, არის პრობა ის და ვიქნებ. არ კარგად. გილოცავ. გამარჯვებას ვიყავით. პირველი თამაში კაპიტნის რანგში. გაჩერდება. პირველი მატჩი კაპიტნის რანგში და შეიძლება ითქვას რომ პირველი თამაში დამთავრდა, ისე ინტეგრაცია ამ თამაშს ჰქონდა, როგორ შეაფასებთ თამაშს, ელოდებოდი თუ არა რომ ესეთი სცენარით წავიდოდა თამაში. ძალიან მიხარია რა თქმა უნდა რომ პირველი თამაში ესეთი სცენარით წარიმართა და ესე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მით უმეტეს ჩემთვის პირველი თამაში იყო კაპიტნის რანგში და 3-0 გავიმარჯვეთ. მთლიანობაში ალბათ თამაშს ვაკონტროლებდით და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე ამის აყვანი საქმე. გამოცილი იყო ამ მოვალეობისთვის თავის გასაგებად. გამოცილი ფეხბურთელი ხარ და მაინც შეიძლება ითქვას რომ ამ ნერვიულობა იყო რაღაც დროს. განსხვავებული შეგრძნება მქონდა რა თქმა უნდა თამაშზე როცა გავდიოდი, ეიფორიაც მქონდა, მაგრამ თამაში როცა დაიწყო, უკვე თამაშზე ხარ კონცენტრირებული და სხვანაირად კონცენტრირდები თამაშზე. 10 ბალიან სისტემით რამდენად შეაფასებდი დღევანდელ გულშემატკივრობას? 10 ბალიან სისტემა არ ყოფს ის ჩვენს გულშემატკივრებას. გადამწყვეტი ფაქტორი რომელმაც თამაშზე იგულია შედეგზე იგულია გავუშვი. გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ, რავი, ბევრი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ მთლიანობაში ვიტყოდი რომ ვაკონტროლებდით თამაშს და როგორი სცენარითაც გვინდოდა თამაშის წარმართვა, ბურთის კონტროლი და შემდეგ სივრცეების ათვისება იმ სცენარით წარიმართა და კარგად გავართვით წვნელის დავალებას თავი. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი სომხეთიდან დასრულებულია, იმედია ისიამოვნებთ ვიდეოთი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამბობ, რომ მინდა მეტი, უკეთესი დეტალები, თუმცა უნდა გავუცვალოთ ისიც, რომ ვიღებ რაღაცებს Instagram-ისთვის, ვიღებ რაღაცებს Facebook-ისთვის და ეს არის რაც ამ მომენტში YouTube-ისთვის მოვახერხე. იმედია ისიამოვნებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, გელოდებით კომენტარებში, როგორ შეაფასებდით დღევანდელ მატჩს. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე წინ თბილისის მატჩია.